თქვენ მოისმინეთ ყველა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირეთ ამ ინიციატივას. რიგაში სესიის ფორმატში გვექნება შესაბამის კანონპროექტების განხილვა. ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რაზეც იყო საუბარი, არის ნარკოდანაშაულები და მათ შორის საზოგადოებაში ნარკოტიკის მოხმარების გავრცელება. ჩვენ ბოლო პერიოდში ხედავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიურ ქმედებებს და ვხედავთ მათ შორის ამოღებული ნარკოტიკებიდან გამომდინარე იმისა, რომ გამომდინარე ხედავთ იმას, რომ მნიშვნელოვანი ამ მხრივ ძალისხმევის გაძლიერება, შესაბამისად პარლამენტი შექმნის ყველანაირ საკანონმდებლო პირობას, რომ ერთის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ ყველა ინსტრუმენტი ნარკოდანაშაულის აღმოსაფხვრელად, მეორეს მხრივ ამოისოს ყველა შესაძლო საკანონმდებლო ხვრელი, რომელიც შესაძლოა აძლევდა ან ახალისებდა, ან ხელს უწყობდა, ან სათანადოდ არ აღკვეცდა შესაძლებლობას, რომ ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანია, იმით რომ გამოყენებული ყოფილიყო ფსიქოტროპიული ნივთიერებების თუ სხვა მხრივ ლეგალური შეძენის არხები, ასე რომ ეს ყველა შესაბამისი ხარვეზე იქნას ამოვსებული. ამიტომ ყველა ამ მიმართულებით კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებები იქნება მიღებული, რომელმაც თვისებრივად უნდა გააუმჯობესოს ამ მხრივ მდგომარეობა. ზოგადად მიგრაცია ვხედავთ, რომ მსოფლიოში ყველასთვის სულ უფრო ცხადად ხდება გამოწვევა. მიგრაციას თავის დადებით შედეგებთან ერთად აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს ბევრი უარყოფითი შედეგი და ამას ჩვენ საზოგადოებაც ატყობს, თუნდაც ვსაუბრობთ ჩვენ ნარკომანის პრობლემატიკას და ნარკოდანაშაულებში, აქაც ხშირად ჩართული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. შესაბამისად ჩვენ ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ მსოფლიოში არსებული კონფლიქტები, რომელიც ხელს უწყობს მიგრაციულ ტალღებს, ჩვენ გვაყენებს იმ მდგომარეობაში, რომ უნდა მივიღოთ შესაბამისი საკანონმდებლო ზომები, რათა ჩვენ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდეთ ყველა მექანიზმი უკანონო მიგრაციის აღსაკვეთად და ასევე მიგრანტების მხრიდან კანონდარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირებისთვის. ასე რომ ამ მხრივაც ჩვენ უყურებთ იმ ტენდენციებს, რომელიც არსებობს სხვა ქვეყნებში, ხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდგომებს, ევროპაში მიდგომების გამკაცრებას, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მათ შორის განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის, რომელიც ისედაც რთულ რეგიონში არის და აქვს ტერიტორიები, რომელიც არის ოკუპაციის ქვეშ და აქედან გამომდინარე ნაკლებად ექვემდებარება ხელისუფლების კონტროლს, მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ ყველა შესაბამისი სისტემები და საკანონმდებლო ჩარჩო ჰქონდეს ამისთვის. კი, გუშინ წინ აქცია არათუ მონაწილეობდნენ, ის ხო დაორგანიზებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ის მხრიდან. ოფიციალურად იყო რამდენიმე NGO-ს ორგანიზებული, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობის და საფარის მხრიდან ორგანიზებული. თქვენ მოისმინეთ მონაწილეების განცხადებები, მათ შორის რომ უშუალოდ ბაია პატარაია ხელმძღვანელობდა სცენაზე გამოსვლების დაშვება არ დაშვებას, განცხადებების გაფილტვრა არ გაფილტვრას, რა შინაარსის განცხადება უნდა ყოფილიყო და რა არა. ამას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაქირავებული ადამიანი ბაია პატარაია, რომელსაც ფულს უხდის, ფულს უხდიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ყველა განცხადება, რომელიც გაკეთდა, უშუალოდ არის ამ ორგანიზატორების მხრიდან დაშვებული განცხადებები. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვესმის ხელისუფლების დამხობის შესახებ მოწოდებები, გვესმის, რომ მეომრებმა უნდა დაამხონ ხელისუფლება და დასაჯონ ყველა, ვციტირებ მე განცხადებას, რომელიც სცენიდან გაკეთდა, ევროკავშირის მიერ ორგანიზებული დაფინანსებული ღონისძიებიდან, ეს არის რა თქმა უნდა კატასტროფა. ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება ამასთან დაკავშირებით, როგორ ხდება, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით საქართველოში დამხობაზე, მებრძოლებზე და საყოველთაო დასჯაზე არის საუბარი. ფაქტ ამით ჩვენ უკვე ეს არ არის უბრალოდ თქვა პოლიტიკური ბრალდებები თუ რაღაც პოლიტიკური შეფასებები, ეს არის უკვე ფაქტი, რომ ევროკავშირის დაფინანსებით
რუსთაველის გამზირზე ტარდება აქციები, სადაც მოწოდებები ისმის მებრძოლების გამოყენებით, ხელისუფლების დამხობით და ყველა დასჯით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საერთო ჯამში, რომ ამგვარი ხელშეწყობები და დაფინანსებები ეწინააღმდება როგორც საქართველოს კონსტიტუციურ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სამართალს. ამიტომ კიდევ ერთხელ ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, ემიჯნება თუ არა ის მოწოდებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, რომელსაც მისი ფავორიტი და მისთან დაფინანსებული ადამიანები აორგანიზებენ. და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, ეს აქცია იყო ორგანიზებული საერთაშორისო გამჭვირვალობა, საფარი და სხვა NGO-ების მხრიდან, რომელიც ფინანსდებიან ევროკავშირის მხრიდან. ამ აქციაზე, სცენაზე ვინ ასულიყო და ვინ არა, რა ეთქვა და რა არ ეთქვა, ამას აკონტროლებდა ბაია პატარაია, თავად მონაწილეების ადასტურებენ ამას. შესაბამისად, ევროკავშირის ფულით რუსთაველის გამზირზე გაისმა დამხობის მოწოდებები. დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება ევროკავშირის საელჩომ. იმუნიტეტი რაიმე ღვთიური აბჯარი არ არის, მისი მოხსნაც შეუძლია პარლამენტს ჩვეულებრივ უმრავლესობით. ასე რომ აქაც პრობლემა არ იქნებოდა და არც ყოფილა არასდროს, თუ კი პარლამენტის წევრი ჩადის დანაშაულს და პროკურატურას აქვს შესაბამისი მტკიცებულებები და შუამდგომლობა, სხვა დროსაც მოგვიხსნია იმუნიტეტი, მათ შორის გიორგი გახარიას დაჟინებული მოთხოვნით მოუხსენით ნიკა მელიას იმუნიტეტი. ასე რომ იმუნიტეტი არავის არ იცავს, დამნაშავეებს იმუნიტეტი არ იცავს. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება მანდატებს, ეს მანდატები მათ თავად გაიქმნეს, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ მხრივ მიიღებს გადაწყვეტილებას მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით, როდესაც ხალხის მიერ არჩეული ადამიანები და მათ აქვთ, ჰქონდათ თავისი მხარდაჭერა 2024 წლის არჩევნებში, ღალატობს თავის ამომრჩეველს, შატალოზე არის ფაქტობრივად კი არა და რეალურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ისინი დაკარგავენ მანდატებს. და მესამე, რაც შეეხება მის დამალვას საგამოძიებო კომისიისგან და ასე მოულოდნელ, ასე ვთქვათ, გასვლას ქვეყნიდან, რასაც ვხედავთ ჩვენ, რომ მისი თანაპარტიელებიც ვერ სცემენ პასუხს, როდის დაბრუნდება. პირველად გავიგე, რომ ადამიანი მიდიოდეს დაგეგმილ შეხვედრებზე და ცალიმხრის ბილეთი ჰქონდეს ნაყიდი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ ჰქონდეს ნაყიდი. ხო ეს ხო აბსურდია, ხომ? ამიტომ მის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი და რა ვიცი, ნახოთ, ერთი რამე გამოჩნდა, რომ მის მიმდევრები როგორი სახებაც უნდათ, რომ ისი დაეხატათ მამაცი გამბედავი ადამიანისა, აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივად იპარება, როდესაც ფიქრობს, რომ რაღაც შეიძლება გამოწვევები არსებობდეს. არ ვიცი რა არის, შეეშინა, ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც 2021 წელს შეეშინდა და გაიპარა ქართული ოცნებიდან, როგორც ეხლაც რაღაცის შეეშინდა და გაიპარა საკუთარივე პარტიიდან. მაგრამ კიდევ ერთხელ არაფერი საშიში არ არის, საგამოძიებო კომისიაში ის იმყოფებოდა, ნახეთ, რომ ჩვეულებრივი სამუშაო გარემო იყო, არ ვიცი რა პრობლემა იყო, რომ კვლავ მისულიყო და ასე ვთქვათ, მიეცა შესაბამისი განმარტებები. რახან ასეთი შიში აქვს, დისტანციურ ჩართვაზეც დათანხმდა კომისია და მოვისმენთ ამას ხვალ არის თუ არ ვწდები კომისია. ხო, რა დღეს ამ ხვალ იქნება დღის წესრიგში ჩავსვათ ახლა. ამ სესიაზე იქნება. ამასთან დაკავშირებით რაც გვეწყვის ოპოზიციური პარტიამ თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიუღებთ, თუმცა არის ორი ოპოზიციური პარტია, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. რაც ნიშნავს ელენე გუტერიას ულტიმატუმი, მან თავიდან შიფრობა იმდა დაიწყო, რომ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ აი ამ
საკითხთან დაკავშირებით მაინც ერთობა არა. მე არ მინდა რომ შემეშალოს რამდენ პარტია იღებდა მონაწილეობას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში. იქნებოდა ალბათ 30-მდე, არ ვიცი ხა ზუსტი რიცხვი არ მახსოვს და გუშინ თქვეს რომ 8 პარტია ვართო, ვინც არ მივიღებთ მონაწილეობას. კარგია კოალიცია კიდევ ხო დაშალეს ახლა რომ გაებევრებინათ რაღაცნაირად. ხან ერთად ახსენებენ კოალიციებად, შემდეგ და როცა რაოდენობა სჭირდება, დაშლიან ხოლმე და ცალ-ცალკე პარტიად ასახელებენ. რა ვიცი 8 თუ არ მიიღებს, 20 მიიღებს. ასე რომ ეს საერთოდ არანაირი კავშირი ამას არ აქვს არჩევნებთან, მათი სურვილი და გადაწყვეტილება მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოადგილებს თვითმმართველობის არჩევნებში და ექნება შესაბამისი არჩევანი და ამ არჩევანს გააკეთებენ. რაც შეეხება რა გითხრათ, არ მგონია საერთოდ რამე შეეცვა, მასაც არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა. სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც. ასე რომ ერთადერთი რაც შეიცვალა არის რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით 2 დღე იშიმშილა ადამიანმა ერთი და მეორე გვაქვს მეორე პარადოქსი რომ ოპოზიციას გამოუცხადა შიმშილობა. ამ ხრივ ალბათ მოხვდებით რაღაცა მსოფლიო ჰედლაინებში. ატლანტიკურმა საბჭომ ეთნოგეოლოგიის 2025 წლის ინდექსი გამოაქვეყნა და 21 არაეთიკური არის შიმშილობის გამოცხადება და საკუთარი სიცოცხლის შანტაჟით, სხვების იძულება არის არაეთიკური. ამის ახსნას ვცდილობდი მე გერმანიის ელჩისთვის, რომ არაეთიკური არის, როდესაც ადამიანი აშანტაჟებს სხვას საკუთარი სიცოცხლით და არაეთიკური არის, როდესაც ამ შანტაჟს შემდეგ სოლიდარობას უცხადებ, მაგრამ როგორც ხედავ ვერ გავაგებინეთ გერმანიის ელჩს. ბრიტანეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ერთი კითხვა არის და გისმენთ, ყველას გისმენთ, გავიგიქით. ხო, ცოტა არ იყოს და არ ვიცი ისი ბრალია რომ ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ და ისინი ინგლისურად და რაღაც ერთმანეთს ვერ ვაგებინეთ. არადა ვხედავთ რომ ბრიტანეთის ელჩი ქართულს სწავლობს და წესით რაღაც უნდა ესმოდეს ჩვენიც, მაგრამ ჩვენ ერთს ვამბობთ და ისინი სხვა რაღაცას პასუხობენ. მე მათ შორის მეც ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობდი, როდესაც ბრიტანეთის ელჩის ქცევაზე ვსაუბრობდი. მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ მან დაარღვია ვენის კონვენცია. იმით, რომ ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში აგიტაციის სახით ქართული ოცნების წინააღმდეგ. ბრალდება ნომერი 1. ამას უპასუხონ. თქვან რომ არ დაარღვია, ვინაიდან მისი განცხადება არ იყო ჩაერია. თქვან მაგალითად ეს, ხო? ამის ნაცვლად ამბობენ რომ ეს სუბრალდებები, ასე შემდეგ. ხომ ეხა ესე განათლებული ადამიანები ასე დიალოგს არ წარმოებენ და ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის მიმართ უფრო დიდი წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხს. ამიტომ პირველი ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია, როდესაც არჩევნებამდე 10 დღით ადრე საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა საჯაროდ ინტერვიუს სახით ქართული ოცნების წინააღმდეგ. გვაინტერესებს პასუხი, დაარღვია თუ არა მათი გაგებით ვენის კონვენციამ, ერთი და თუ დაარღვია, რას აპირებენ ამ ხრივ რომ მოიმოქმედონ. მეორე, ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა დაეფინანსებინა ექსტრემისტული განწყობების მქონე ადამიანები. ამაზე გვაინტერესებს პასუხი, სხვა შორის ამდენადაც ვიცი, ამაზეც ჰქონდათ ამ შეხვედრაზე საუბარი, რომ ეს არ არის ასე ვთქვათ, სრულბრალდება არის თითქოს ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებენ. არ ვიცი ხა მე სხვა გამოსავალი არ მაქვს, უნდა განმარტება გავაკეთო ექსტრემიზმის და იმისთვის რომ არ დაუბრალდეს რაღაც ქართული გაგება გვაქვს ექსტრემიზმის, მოგიყვანთ ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონიდან განმარტებას, რას ნიშნავს ექსტრემიზმი. ექსტრემიზმი ნიშნავს უკიდურესი პოლიტიკური ხედვების ქონას, უკიდურესი ზომების მხარდაჭერას. ეს არის ექსტრემიზმი ოქსფორდის ლექსიკონის განმარტებით და არა სულხან საბას ლექსიკონი. შეგვიძლია ესეც მოვიყვანოთ. ახლა ვნახოთ ციტატები, გუშინდელი განცხადებები თამარ ჩერგოლეიშვილის. სწორი გზა არის რეჟიმის იზოლაცია და არაღიარება. ამიტომ ჩვენ უერთდებით არჩევნების ბოიკოტს. არის თუ არა ეს უკიდურესი პოლიტიკური ხედვები,
არის თუ არა ეს უკიდურესი ზომების ხარდაჭერა, ოდესაც ბოიკოტს და არაღიარებას იღებ პოლიტიკას. ანუ არის თუ არა ეს ექსტრემიზმი. დიახ, არის. მეორე, გია ჯაფარიძე, გუშინდელი განცხადება. ჩვენი ამოცანაა, რომ დავტოვოთ ისინი, იგულისხმება ხელისუფლება ალბათ, არალეგიტიმურობაში. არის თუ არა ეს უკიდურესი პოლიტიკური ხედვის ქონა და არის თუ არა ეს უკიდურესი ზომების ხარდაჭერა. რა თქმა უნდა, არის ეს. შესაბამისად, ესეც არის ექსტრემიზმი. ერთის და მეორის ჩერგოლეიშვილის და ჯაფარიძის დაფინანსებას აპირებდა ბრიტანეთის საელჩო. შესაბამისად, დაასკვნა, რომ ბრიტანეთის საელჩო აპირებდა ექსტრემისტული შეხედულებების მქონე ადამიანების დაფინანსებას. წერტილი. გაგვცენ ამაზე პასუხი. არის თუ არა ჩვენი ლოგიკა სწორი, არის თუ არა ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი სწორი განმარტებებში, თუ შეცდა ლექსიკონი ჩვენ შევცვით და მაშინ არგუმენტი გვითხრა. ასე ხელი საქმნებით საუბარი მუქარით მათ შორის რომ რაღაც სხვა ზომები იქნება. ნუ ახლა ვიტყოდი რომ ეს ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, მაგრამ ევროპული ღირებულებები რომ უკვე აღარ არის საერთო საზომის სტანდარტი სამწუხაროდ ზოგიერთისთვის ესეც სამწუხარო მოვლენა არის. ამიტომ ჩვენ გვაქვს ორი ფაქტი. პირველი, ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია და ერეოდა ჩაერია არჩევნებში აგიტაციის სახით. მეორე, ბრიტანეთის საელჩო დაარღვია სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმება, მათ შორის მისი პრეამბულის ნაწილიც კი დაარღვია, სადაც სუვერენიტეტის პატივისცემა არის დადასტურებული და აღიარებული და როდესაც ერევი არჩევნებში ეს არის სუვერენიტეტის შებრალვა და მესამე, ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა დაეფინანსებინა ადამიანები, რომლებიც არიან ექსტრემიზმის, რა გითხრათ, ფლაგმანები არიან ქართულ პოლიტიკაში, ხო? თუ კი ვფიქრობ ჩვენ ექსტრემიზმზე, პირველი ვინც გვახსენდება ზუსტად ეს პერსონაჟები, რომელზეც მე გესაუბრეთ და აი ამაზე გვეუბნებოდა ბრიტანეთის საელჩო, გითხარით, თამარ ჩერგოლეშვილის განცხადება, ხო? მასზე გვეუბნებოდა, რომ მისი ტაბულა ობიექტურ გაშუქებას ობიექტურად გააშუქებს არჩევნებს. გია ჯაფარიძის ციტატა მოგიყვანეთ ექსტრემისტული, ამაზე გვეუბნებოდა ბრიტანეთის საელჩო, რომ მისი NGO ობიექტურად დააკვირდება არჩევნებს. კიდევ ერთხელ, აი ხომ ძალიან კონკრეტულ რაღაცებზე საუბრობთ, ფაქტებს უპასუხო ფაქტებით და არა ბუნდოვანი შეფასებებით, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილი არის რეალობას. და ყველას მოუწოდებ, რომ უნდა შეწყდეს ბოლოს და ბოლოს ანტიქართული რიტორიკა. რა პოლიტიკა? აი უყურეთ, აი მოდი ასე შეხო, აი კი ბატონო. პირველი რაც შეეხება დიპლომატების ქცევას, ჩემი ამოცანა მათ შორის პარლამენტის არის ამისი ჩვენება და ამაზე საუბარი და განმარტებების მიცემა. სამწუხაროა, რომ ჩვენთან სამწუხაროდ ზოგიერთმა დიპლომატმა თუ ელჩმა ქვეყანაში მოხვდა თავისი საქციელით რამის სალანძღავს სიტყვათ აქციონ ელჩობა. ამის აქამდე მიიყვანონ, რომ ქართველი როდესაც ერსმის რომ ვიღაცა ელჩი არის, უკვე შეიძლება რაღაც ნეგატიური რაღაც აზრები და ემოციები გაუჩნდეს. სამწუხაროდ აი ეს არის შედეგი ზუსტად ვენის კონვენციის დარღვევის და არავინ არაპირებს არც რომელიმე დიპლომატის კრიტიკას, არავინ არაპირებს არავის საუბარს, ყველა თავის ასე ვთქვათ ფარგლებში დარჩეს, რასაც ქვია საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლობა და ვენის კონვენციის პატივისცემა და მას ბევრი დიპლომატი არის საქართველოში და ბევრი ელჩი, რომელსაც ჩვენ რა უნდა ვისაუბროთ ახლა. თუ კი არავინ არ ესხმის თავს ქართულ ხალხს, ჩვენ რა თქმა უნდა არ რეაგირება და მეორე რაც შეეხება მოწოდებას. რა თქმა უნდა, ჩვენ რა თქმა უნდა, რა საჭიროა ეს, ოდესაც შეგვიძლია ჩვეულებრივად
ვამხილოთ ადამიანები რაღაც ქცევებში, ხომ? რა არის ამაში? პრობლემური რაფერი არის? პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ რო ვაკრიტიკებთ, მე ზოგიერთ წინს, რომ როგორ თუ ელს აკრიტიკებს და ჩვენ ელს აკრიტიკებთ. ნუ შემოვლენ ხა პოლიტიკურ დებატებში და არ მიიღებენ პოლიტიკურ პასუხებს, ხო მარტივი საკითხია, ვინც არ იჭრება შიდა საკითხებში, რომელი ელჩი თუ დიპლომატიც არ ერევა შიდა საქმეებში, მას შიდა პოლიტიკური პასუხებიც არ გაეცემა. ვინც შემოდის და მოქმედებს როგორც რა ვიცი მე, რომელიღაცა რადიკალი ოპოზიციონერი, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი. რაც შეეხება მოწოდებს, ან მუქარა არის ეს? მუქარა, ანუ არა რას ხო და რატო ავიყურე ეგიდე ერთხელ უყურეთ ჩვენ საუბრობთ იმას მათ შორის ვისაუბროთ მოწოდებს ზუსტად ამასაუბროთ ეს ამ მოწოდებებთან დაკავშირებით ეს არის ცრუ ბრალდებები როდესაც საუბარი არის თითქოს საქართველოს მაგალითად ნუ არის საუბრობთ ანუ ერთის ხო საუბრობთ ჩვენ საუბრობთ ფაქტებით აგერ ფაქტი არის რომ ბრიტანეთის საელჩო აპირებდა ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას ფაქტია ამას წყალი არ გაუღა ეს არის ფაქტი რომ გია ჯაფარიძე ჩერგოლეშვილი ტაბულა და მსგავსი ორგანიზაციები აქვს ექსტრემისტული დღის წესრიგი ოქსფორდის ლექსიკონის განმარტებაც კი მოგიდა ეს არის ფაქტი აი ამ ადამიანების დაფინანსებას აპირებდა ბრიტანეთის საელჩო შესაბამისად დასკვნა ბრიტანეთის საელჩო აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციების დაფინანსებას წერტილი სად არის ამაზე პასუხი ნაცვლად ამისა ვიღებთ თავდასხმას ქართულ ხალხზე და ვიღებთ ბრალდებებს, რომელსაც არ არის საფუძველი. ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტია. საგარეო საქმეთა სამინისტრო მე მგონი საერთო ჯამში ჩვენ გამოცდილება გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ სიმართლე თავის გზას ყოველთვის პოულობს. შესაბამისად მხილება, ჩვენი სიძლიერე არ არის ისა რა ქვია სამხედრო სიძლიერე თუ ეკონომიკური სიძლიერე, რომელიც დიდ ბრიტანეთს თუ სხვა ქვეყანას შეიძლება კონდეს. ჩვენი სიძლიერე არის ჩვენ სიმართლეში. აი როგორც 2022 წელს ომი რო დაიწყო, თავსო დაგვესხა ყველა ევროკავშირმაც რომ გაგვწირა, ყველამ რომ გაგვწირა და ჩვენი სიმართლე საბოლოო ჯამში გავიტანით, ასე გაგვაქვს ჩვენი სიმართლე ყველას. ეს არა ჩემი ასეთი. ეს არის ზუსტად რომ სიმართლეს საბოლოო ჯამში ყველას იძულებული იქნება სიმართლეს გაუსწოროს თვალი. ჩვენ ხედავთ რომ დღეს დონორების ზოგიერთი დონორის და მათი ენჯოების ამოცანა არის რომ რიყეზე ისე გავიდეთ რომ ქვა ვერ დავინახონ და გითხრან რომ აქ ქვიშაყრია და ქვები არ არის და რეალობა სხვა რამე არის და რეალობა როდესაც შემოდის ობიექტური საზომები კრიტერიუმები და არა აღქმები რომლის დანერგვაც უნდა ზოგიერთ ელჩს საქართველოში როდესაც შემოდის ობიექტური კრიტერიუმები და საზომები სიმართლე ჩანს ყველაზე კარგად. გახსოვთ თქვენ თავდასხმები ბრიუსელის მხრიდან დღემდე მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ, გახსოვთ კანდიდატის სტატუსი არ მოქცეს და მისცეს მოლდოვას, უკრაინას, სამთვეში თვითონ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში და თვითონ იმ ანგარიში ეწერა რომ საქართველოს იყო იმ კვლევიდან გამომდინარე საქართველოს იყო ლიდერი მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით. ასე რომ ეს ჩვენ ერთის მხრივ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ასეთი კვლევები აძლიერებს ჩვენ სიმართლებს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ გვაჩვენებს მეორე სიმართლესაც, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი საქართველოს დესტაბილიზაციისა და ხალხი ვინც ასეთ ბრალდებებს აყენებს, ცრუ ბრალდებებს, მათი ინტერესი არის მხოლოდ დესტაბილიზაცია. ხო მე გაცნობილი წერილს არ ვარ, თუმცა საკითხს რაც შეეხება ამაზე მეც არაერთხელ მისაუბრია,
რომ სამწუხაროდ სიძულვილის გარემოს დათესვა მიმდინარეობს უცხოური ფულით. მათ შორის გუშინ წინდელი აქცია, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ იყო მოწყობილი და რომელსაც არ ემიჯნება ევროკავშირის საელჩო, ანუ იზიარებს როგორც ჩანს მაშინ ამ პათოს ამ აქციისა. აქციაზე იყო მოწოდება დამხობის, ძალადობის, მეომრების და ასე შემდეგ. სიძულვილის გარემო ასევე ითესება იმით, რომ არის სიძულვილის ენა. შეგახსენებთ, რომ ახლახან რამდენიმე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რამდენიმე ადამიანი დაჯარიმდა იმის გამო, რომ შეურაცხყოფას აყენებდა სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ლანძღავდა ჩვეულებრივად საჯარო სივრცეში. ამას არ ემიჯნება ევროკავშირის საელჩო, ანუ იწონებს ამ სიძულვილის გარემოს. ასე რომ შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანები პიროტექნიკას ესწრებოდნენ პარლამენტს, 9 მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენეს და ლამის გადაწვეს და დაწვეს პრინციპში ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტს, იცით რომ რამდენიმე ოთახი დაიწვა კიდევაც და ამას აკეთებდნენ ევროკავშირისგან დაფინანსებული ადამიანები, ამას არ გაემიჯნა ევროკავშირი, ანუ ის იწონებს ასეთ ქცევას და მას პირიქით სამართლიან პროტესტს უწოდებს. ამიტომ სიძულვილის გარემო დღეს ითესება საქართველოში გარედან. აი ეს არის კატასტროფა, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში უნდა სიძულვილის დათესვა და ამაზე ხმას არიღებს ევროკავშირის ელჩი, რომელსაც კიდევ ერთხელ მიმართავ გუშინ წინ მისი დაფინანსებული ადამიანების ორგანიზებით გაისმა ხელისუფლების დამხობის მოწოდება. ემიჯნება თუ არა ის ამ განცხადებას, აპირებს თუ არა შეუწყვიტოს დაფინანსება ბაია პატარაიას თუ ეკა გიგაურის ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლების დამხობის გეგმებს სახავენ რუსთაველის გამზირზე საჯარო განცხადებით. ამ ადამიანებმა ამ ადამიანებმა თავი დაიჭირეს. თავისი ფეხით შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, თავისივე წინასწარი ნებით. მათ თქვეს, რომ იციან, რომ კანონი იციან, რომ გამოძახებული არიან კომისიაში, დაბარებული არიან კომისიაში, იციან, რომ დაბარებაზე უარის თქმა თუ არ გამოცხადება არის სისხლის სამართლის დანაშაული, იციან, რომ ამისთვის სასჯელი არის 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ იმდენად არ უნდათ, რომ ასე ვთქვათ, ამ აღიარება დემოკრატიული ინსტიტუტებისა, რომ მზად არიან წავიდნენ თავისუფლების აღკვეთაზეც. გადადგეს ნაბიჯი და შესაბამისი ლოგიკური შედეგი დადგა თავისივე გადაწყვეტილებით. ასე რომ აქ ეხა რაიმე საუბარი იმაზე, რომ რაღაცა განზრახვები ქონდა ხელისუფლებას მათ მიმართ, არის ზედმეტი. ვინც მივიდა კომისიაში, მათ შორის გიორგი გახარიას შეგვიძლია ვახსენოთ კიდევ ერთხელ, ნახეთ თუ ჩვეულებრივ სამშობლო გარემოში იყო იქ საუბარი. მაგრამ სამწუხარო რა არის, იცი მათ შორის ბრიტანეთის განცხადებაში თუ არ ვცდები, აი თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით ამ საქმეებზე, ან სხვების განცხადება. რა გითხრათ, ეს არის საგანგაშო. ამითაც ის ადამიანები, რომლებიც რაღაც უკმაყოფილებას გამოხატავენ, რეალურად ამბობენ, რომ დიახ, არ უნდა აღიაროს დემოკრატიული ინსტიტუტები, დიახ, საქართველოს კონსტიტუცია არის ფარატინა ქაღალდი, გითხრა დღეს სხვადასხვა უცხოელმა, რომელიც ამბობს, რომ კონსტიტუციური დანაწესი, რომ ვალდებული არის გამოცხადდეს კომისიაში, პირდაპირ კონსტიტუციაში გაწერილი, კონსტიტუციის დარღვევა თურმე ჩვეულებრივი მომენტი ყოფილა. რა თქმა უნდა, ეხა ფრანგს და გერმანიის საქართველოს კონსტიტუცია არ აინტერესებს, აი ამითაც ვკიცდება. არ აინტერესებს ჩვენი ქვეყანა, კონსტიტუცია, სუვერენიტეტი. თავის გემთავარია, რომ ვიღაცის მეგობარი არის ხაზარაძე თუ ავიცი მე, ვიღაც სხვა და მოვისმენთ ეს, რომ მეგობრები წდება. აქ გქონდათ არა, უყურეთ, საგამოძიებო პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ჰქონდა კითხვები მათთან, ვერ მიიღეს ეს კითხვები, ამიტომ კიდევ ერთხელ დაიბარეს, მიეცათ შესაძლებლობა, რომ ახლა მაინც ასე ვთქვათ, ეღიარებინათ დემოკრატია და საქართველოს კონსტიტუცია, მათ არჩიეს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს კონსტიტუცია
თქვენს რომ საქართველოს კონსტიტუცია არის ფარატინა ქაღალდი, მათთვის მნიშვნელოვანი არის რომელიღაცა ელჩის სიტყვები. ვიცი ხომ? რა. რა შეეხება ამას, ანუ უყურეთ, კომისია არა, რატო? უყურეთ, გამოიძახა, არ მოვიდა, გადააგზავნა კომისიამ პროკურატურაში, რა რეაგირება იქნება პროკურატურას, ეს მათი გადასაწყვეტია. აუცია გაზდა იქნება თუ არ იქნება ეს არ არის პარლამენტის საქმე. პარლამენტის საქმე არის მოიწვიოს ყველა ვინც საჭირო არის საკითხის გასარკვევად, პარლამენტის საგამოძიებო კომისია ამას საკეთებს. აუცია თქვენ ამბობთ რომ ადამიანი ერთხელ ვიღაცას მოკლავს, მეორეჯერ თუ მოკლავს აღარ შევედაოთ არაფერში თუ რა უკლავთ. იმან საერთო ჯამში საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალე და ღიად ჩანს, რაც მიდის და რაც კარგია სხვათა შორის, მათ შორის საკანონმდებლო საქმიანობა იქნება თუ სხვა, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, არის გამჭვირვალე, ყველა ამ გადაწყვეტილებას საჯაროდ განვმარტავთ და საქართველოს მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებებს უჭერს ხარს. პირველი რომ ხარი დაუჭერა 26 ოქტომბერს ყველა გადაწყვეტილებას და მას შემდეგაც ხედავთ რეაქციები თუ საზოგადოება ხარს უჭერს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და ეს არის საბოლოო ჯამში ის, რასაც ქვია სიმართლის დადასტურება. კიდევ ერთხელ, როდესაც საკითხი არის არა ვიღაცის გემოვნებით შეფასებული და აღქმებით და ემოციებით, არამედ შეფასებული არის ობიექტური კრიტერიუმებით, ეს ობიექტური კრიტერიუმები ძალიან ამარტივად აჩვენებს სად არის სიმართლე. ორი კითხვა მაქვს. პირველი, აზერბაიჯანში სპუტნიკის აზერბაიჯანმა გამოავლინა რუსი აგენტები. შევიდნენ სპუტნიკის ოფისში და დააკავეს რუსი აგენტები. მე მაინტერესებს, 12 წელია ხო, რაც ხელისუფლებაში ხართ, ერთი რუსი აგენტი როგორ ვერ გამოცამდები. უკვე სათვალავია. ერთი რუსი აგენტი როგორ ვერ გამოავლინა ქართულმა ოცნებამ. რაიცით რომ ჩვენ ერთი წამი გიპასუხოთ, გავიქ. ჩვენ სულ ახლა მქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიში, წლიური ანგარიში. მათ შორის შარშანაც ჰქონდა და დღეს რადიკალური ოპოზიცია ვინც არის, ზოგიერთი იმყოფებოდა შემდეგ დახურულ ნაწილზე ამ ანგარიშში. და ამ ანგარიშის დახურულ ნაწილზე ამაზეც არის ხომ საუბარი. და ვინ გითხრათ თქვენ რომ უცხო ქვეყნების ჯაშუშური საქმიანობებზე ასე ვთქვათ რეაგირება არ არის. ყველაფერი საჯარო კი არ არის, კი არ ხდება ყველაფერი საჯარო, რასაც აკეთებს უსაფრთხოების სამსახური. პირიქით, როდესაც უწევს უსაფრთხოების სამსახურს საჯარო მოქმედება, ამ დროს არის უფრო მეტად საკითხი თუ რატო ხდება რაღაცები საჯარო, მაგრამ თავად ის ერთი რომ ზუსტად დახურულ რეჟიმში საუბრის არის ხოლმე ამაზე ანგარიში და ეს არ ეხება მხოლოდ ერთ ქვეყანას, სხვადასხვა ქვეყანას, რამდენიმე ქვეყნის მავნე, ასე ვთქვათ, საქმიანობებისთან დაკავშირებით არის რეაგირებები და მთავარი საზომი არის შედეგები. შედეგი არის ის უსაფრთხო გარემო, რომელიც ქვეყანაში არის, ამის დასტური, რომ შესაბამისად მოქმედებენ ჩვენი უწყებები და შედეგი არის ის, რომ მიუხედავად მრავალი მცდელობისა, დესტაბილიზაციის, რევოლუციების თუ რა ვიცი, გადატრიალების თუ ასე შემდეგ, ყველაფერმა ფუჭად ჩაიარეს, სწორედ იმიტომ რომ ხო, არ ვიცი, თქვენ ამბობთ. გადატრიალებებს ამ ქვეყანაში ხო დასავლეთის აგენტები ახდენენ თქვენი თქმით და მე მაინტერესებს, რუსეთის აგენტები სად გამოვლინდა ან როგორ მოხდა მათი განეიტრალება ან ასე შემდეგ. აზერბაიჯანმა პირდაპირ რუსეთის აგენტები არიან. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში არის საჯარო, ის რაც შეიძლება საჯაროდ ითქვას, არის საჯაროდ ანგარიში. ის რაც არ შეიძლება საჯაროდ ითქვას, მათ შორის არის ბრიფინგზე ითქმის საჯარო. ერთ შაგეკითხებით, რაც
რაც მოძრაობამ გადაწყვიტა აი ესე თავის დროზე და დახურა სხდომები. გიგულიანის პროცესები იყო დახურული. ახლა ქართული ოცნება იგივეს გაკეთებას აპირებს, თქვენ ამაყობდით სხვათა შორის სასამართლოების გახსნით და ახლა აპირებთ იმას პირველი ყველა სასამართლოს ცნობა არის საჯარო. მეორე ყველა სასამართლოს ცნობაზე არის თავისუფალი დასწრება, მათ შორის ჟურნალისტებისთვის დასწრება. ასე რომ სასამართლოს თომისთვის თვალის მიდევნება ჟურნალისტებისთვის არის სრულად შესაძლებელი. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ იმდენად დაბალია თქვენს მიმართ ნდობა საზოგადოებაში, მიკიდე რომ გამოხვალთ და სიტყვით მოყვებით რაღაცას, ამას არ ენდობა ადამიანი და მაინც და მაინც კამერით უნდა ჩაწეროთ რაღაცები. ეს ყოფილა თქვენი პრობლემა, თორე თუ კი ჟურნალისტი იქ ხართ და აღწერთ რაღაც გარემოებას, კეთილსინდისიერ ჟურნალისტს მაყურებელი დაუჯერებს და საკმარისი არის იმისთვის, რომ მაყურებელმა შესაბამისი ინფორმაცია ამ მხრივ მიიღოს. ამიტომ ჟურნალისტები თავისუფლად შედიან, მე როგორც ვიცი, დღესაც ალბათ იქნებოდნენ იქ სხდომაზე. დიახ, ხო, მაგრამ იქ თვითონ აკვირდებიან და იქ ხო ამბავს ხო გამოიტანეთ. იმ ამბავის მიმართ დობა თქვენი აზრით, თქვენს მიმართ დობა არ არსებობს, ესე იგი ეს არის პრობლემა. სასამართლო პროცესი არ არის დანაშაულის ადგილი, რომ იმტკიცებულებები აგროვოთ. რაც შეეხება, ამიტომ და ეს არის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში ასე მოქმედებს, ასე მოქმედებს ყველა ქვეყანაში. ასე რომ თქვენ თუ პრობლემა გაქვთ ევროპულ სტანდარტთან, არ გვქონთ. ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება დაშვებას კამერებისა, როგორც კანონში წერია, იუსტიციის საბჭო იღებს ამას გადაწყვეტილებას, უნდა მიმართოთ იუსტიციის საბჭო, ის ან დაუშვებს ან არა. მიმართეთ. რა პროცედურა უნდა დაწერილი და მიმართეთ, რომ 7 ივლისს იმართება რაღაც პროცესი, გვინდა დავესწროთ და დაგხვდეთ. მიმართეთ იუსტიციის საბჭოს. გიგულიანის საქმე იყო დახურული. ახლა თქვენ ამ პოლიტიკურების ახალგაზრდა ადამიანების სასამართლოები არ გიდათ რომ ხალხმა ნახოს, იმიტომ რომ ყველაფერი კიდევ ერთხელ სხდომები არის საჯარო, მათ შორის ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანსაც შეუძლია დაესწროს, მედიასაც შეუძლია დაესწროს, ყველაფერი არის საჯარო სხდომები, რაც შეეხება გადაღების აკრძალვას, ეს ჩვენ უყურებთ და რეაგირებთ მათ შორის პრაქტიკაზე. სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი არის, რომ ისტერიული გარეშე კონდეს შესაძლებლობა სასამართლოს რომ იმჯელოს ძალიან სერიოზულ საკითხებს. კიდევ ერთხელ, სასამართლოში სხვადასხვა მიმართულებით წყდება ხანდახან ადამიანების თავისუფლების ბედი, მათ შორის თუ ქონებრივი საკითხების ბედი. ამ გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს უნდა ქონდეს სამუშაო გარემო, სადაც სასამართლო ბრალმდებელი და ადვოკატი საქმიან გარემოში განიხილავენ საკითხს. ჩვენ რაც ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდი, ეს არის ისტერიული გარემოს დათესვა. მიტინგებზე სასამართლო გადაწყვეტილებები ვერ მიიღება. ცდელობა კი არ იყო და ფაქტი იყო ეს, რომ ექსტრემისტული მედია, პარტიული მედია სასამართლო დარბაზში აწყობდა მიტინგს ერთი მხრივ თავად, მეორე მხრივ კამერების და პირდაპირ ასე ვთქვათ ლაივ ჩართვები ახალისებდა მათ შორის დამსწრეთა მიტინგურ საქციელს და მიტინგზე სასამართლოები არ იმართება. ამას მიტინგზე არის ლინჩის წესით გასამართლება. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა სამართლიანი სასამართლო, ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ შენაჩურდეს სამუშაო გარემო და ხედავთ ჩვენ რომ ამ მხრივ პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.